თამთას მიულოცე და ყოველთვის მიულოცავ. მეტიც, მისი წაყვანილი ინტერვიუების მინახავს, როცა საინტერესო სტუმარია. ჟურნალისტების დიდი ნაწილი საერთოდ შეკითხვას აღარ სვამს. 20 წელია მესმის, რომ ბოლო ბრძოლა და რა დროს კითხვის დასმაა. ჯერ ადამიანი გადაარჩინეთ თქვენში. მერე პროფესია და ქვეყანა თავისით გადარჩება. თქვენ მართლა პროპაგანდისტებო, თან ყველა დროში. ვიცი რის გამოა ეს დასჯა. მათ შემუშავებულ მესიჯებს რომ არ ვტენი მაყურებელს და მათგან რომ ვერ ვისწავლე სასურველის რეალობად გასაღება. არც ერთი ხელისუფლების ტელევიზიაში არ მიმუშავია, რამდენიმე თვის გარდა, ვიდრე გამოვიქცეოდი. იმედიდან 2015 წელს წამოვედი, როცა ოცნება თეთრ ცხენზე იჯდა. თქვენ მასწავლით ბრძოლას, კეთილსინდისიერებას, სოლიდარობას. საერთოდ სხვაგან ვარ მეგობრებო, სხვა ლიგაში, ადამიანების. რაც გინდათ მეძახეთ, თქვენ რომ მერჩით ძალა მემატება. ხოლოდ ის მას უსწრებს, ჩემი მეგობრები რომ ღელავენ და ჩემი დაცვის გამო რომ ტალახს ესვით. წერს დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელში, რომელიც ბაბუცა პატარაიას ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. ამ პოსტში უჩვეულო არაფერია, არც სკანდალური. პირიქით, ეს არის მილოთვის ტექსტი, რომელიც ტელე-პირველი ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ პირველი არხის ჟურნალისტ თამთა სანიკიძეს საჯაროდ დაუწერა და დაბადების დღე მიულოცა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დიანა ტრაპაიძემ მეგობრების შერჩევამდე ბაია პატარაიას ნებართვა უნდა აიღოს და მით უმეტეს მაშინ, თუ საჯაროდ უოცავს რამე დღესასწაულს. პატარაია მიიჩნევს, რომ დიანა ტრაპაიძე არ უნდა მეგობრობდეს თამთა სანიკიძესთან, რადგან მისი თქმით, ის პროპაგანდის გამავრცელებელია. მეგობრობს ხალხი, ერთმანეთი ესაყვარლებათ და ეძვირფასებათ. მერე რა რომ ვიღაც პროპაგანდონია, მერე რა რომ ვიღაც მოღალატეა, მერე რა რომ დიქტატურაში ვცხოვრობთ. ტფილისი ხომ ურთიერთობაა. ნიგავარი, ვაი ჩვენს პატრონს. წერს ბაბუცა პატარაია სოციალურ ქსელში.